მოგესალმებით მეგობრებო და დღეს მინდა ვისაუბრო რიტორიკულ უაზრო შეკითხვაზე რა განსხვავებაა ძმაო ნაცებს და ქოცებს შორის ნაცებიც იჭერდნენ და აგერ ქოცებიც იჭერენ ნაცებიც არბევდნენ აქციებს და ქოცებმაც დაარბიეს და რითი განსხვავდებიან ერთმანეთისგან ამასთან დაკავშირებით მინდა ვისაუბრო და დავიწყო იმით რომ რა თქმა უნდა როგორც ცადა მიწა ისე განსხვავდება დედამოწყნული ნაცების ხელისუფლება ქართული ოცნების ხელისუფლებისგან და როცა ვსაუბრობთ დაჭერებზე აქ მნიშვნელოვანია პირველი რისთვის გიჭერენ მეორე როგორ გიჭერენ და მესამე რო გიჭერენ მერე რა პირობებში გახდევინებენ სასჯელს და აი ამას თუ დავაკვირდებით რა თქმა უნდა აღმოვაჩენთ რომ ძალიან დიდი განსხვავებაა და როგორც აღვნიშნე როგორც სადა დედამიწა ისეთი განსხვავებაა ამ დაჭერებზე რომ სვავენ ამ შეკითხვებს აქ იშველიებენ რომ აი 50-ზე მეტი პოლიტპატიმარი ყავს ქვეყანაში რა თქმა უნდა ეს ადამიანები არანაირი პოლიტპატიმრები არ არიან ეს ადამიანები ზუსტად ისეთი პოლიტპატიმრები არიან როგორი პოლიტპატიმარიც არის მაგალითად ჟორიკა იგივე გიორგი რურუა და ვინც ამ ქალაქში ვცხოვრობთ ყველამ კარგად ვიცით როგორი პოლიტპატიმარიც არის რურუა იგივე პოლიტპატიმრები არიან ეს ადამიანებიც და ამ ადამიანებს ვინც დღეს საპატიმროებში არიან ვითომ პოლიტპატიმრების სტატუსით თვითეულ მათგანს აქვს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება და ეს დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატება იმაში რომ ეს ადამიანები ქვებს ესროდნენ პოლიციელებს ცეცხლს უკიდებდნენ პოლიციელებს და ცეცხლი მოუკიდეს პარლამენტის შენობას და რაც ხდებოდა იმ დღეებში ყველა კარგად ხედავდით. შესაბამისად ეს ადამიანები არანაირი პოლიტპატიმრები არ არიან და ეს თუ ასე არ არის და თუ გაბედავს ნაციონალური მოძრაობა და ამ ადამიანების საქმეებს გაასაჩივრებს სტრასბურგში მე დარწმუნებული ვარ რომ როგორც ყველა დანარჩენი საქმე დღემდე რაც გაასაჩივრა ნაცებმა სტრასბურგში ყველა წააგეს ზუსტად ისე აი ამ ადამიანების საქმესაც რა თქმა უნდა წააგებენ და აქედან გამომდინარე მგონია რომ ვერ გაბედავს ნაციონალური მოძრაობა რომ ამ ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრების საქმე მიიტანოს სტრასბურგამდე აქვე ვიტყვი რომ ძალიან გაუმართლათ ამ ადამიანებს რომ დღეს ქვეყანაში არის ქართული ოცნების ხელისუფლება და რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება არ არის ამ ქვეყანაში წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ვიხილავდით ამ ადამიანებს აი ესე ხალისით სასამართლო პროცესებზე როგორც დღეს გამოდიან რაღაცა ძალიან ხალისით გამოდიან და გმირობანას როლში არიან და ხან რაღაცა ანდაზებით საუბრობენ ხან ღადაობენ იქ და მოკლედ ისე არიან რა ლაღად და გაუმართლად ძალიან ამ ადამიანებს რომ ნაციონალური მოძრაობა არ არის დღეს ხელისუფლებაში წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ადამიანებს რა თქმა უნდა ვერ ვიხილავდით ესეთ ლაღებს ამ სასამართლო პროცესებზე ამ ადამიანებს ციხეებში მიუყვანდნენ კასტილიან კაცებს და აიძულებდნენ რომ ყველას ეღიარებინა დანაშაული და შეიძლება ბევრი მათგანი ერთი ადგილის დაზიანებითაც მოეყვანათ სასამართლო პროცესზე და რა თქმა უნდა შესაბამისად არანაირი ხალისი ამ ადამიანებს არ ეკნებოდათ იმისა რომ გმირობანა ეთამაშათ. აი ეს განსხვავება ნაცებს და ქოცებს შორის და აქვე კიდევ ვიტყვი აი ამ ვითომ პოლიტპატიმრებში არის ერთი ყველაზე უფრო გამორჩეული უნიჭო სახიობად წოდებული ვიღაცა ონისე გვარი აღარ მახსოვს რომელიც გვევლინება თითქოს დასავლური და ევროპული ღირებულებებისთვის მებრძოლად მაგრამ თავისი შინაარსით არის ჩვეულებრივი ტროცკისტი და ამას იმიტომ ვამბობ რომ ეს ონისე ცხადაძე სანამ დაიჭერდნენ ბავშვებს შეუვარდა სკოლაში რუპორით და მე-4-მე-5 კლასელ ბავშვებს სკოლაში აგროვებდა და უნდოდა რაღაცა პოლიტიკური აგიტაცია ჩაეტარებინა იქ და
ამ ცხადაძესაც პირადად კონკრეტულად მაგას ძალიან გაუმართლა რომ ნაცევი არ იყვნენ ხელისუფლებაში მაგ დროს როცა მაგან ეგ გაბედა წინააღმდეგ შემთხვევაში აი რუპორს გაუკეთებდნენ ტრაქში მერე გადაუღებდნენ ვიდეოს და მერე იმ ვიდეოს აყურებინებდნენ სააკაშვილის ახალაიებს და მერაბიშვილებს და ვიღაცა ავადმყოფ დედამოტყნულებს და მაგაზე იღადაოდნენ და იკაიფებდნენ და აი მაგით დამთავრდებოდა ამ ვიღაცა ომისე ცხადაძის გმირობანაც და პატრიოტობაც და მებრძოლობაც ასე რომ მადლობა უთხრას ღმერთს პირადად მაგანაც და დანარჩენებმაც რომ დღეს არის ნაციონალური მოძრაობის მაგივრად ხელისუფლებაში ქართული ოცნება და რომ გადარჩნენ ერთი ადგილის დაზიანებებს. რაც შეეხება იმას, რომ თურმე ნაცებიც არ ბევდნენ აქციებს და ქოცებიც არ ბევენ. აქაც რა თქმა უნდა გავითვალისწინოთ ის თუ რა მიზეზით არ ბევდნენ ნაცები აქციებს და რა მიზეზით დაარბიეს ქოცებმა. როგორი მეთოდებით არ ბევდნენ ნაცები და როგორი მეთოდებით დაარბიეს ქოცებმა აქციები და აქაც აღმოვაჩენთ რომ როგორც სადამიწა ისე განსხვავდება ნაცები და ქოცები ერთმანეთისაგან. საბედნიეროდ ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობთ და ინახავს ყველაფერს ინტერნეტში ძალიან ადვილად ნახავთ ამ ყველაფერს რაზეც მე ვსაუბრობ და აი იმ ბავშვებს ძირითადად ვისაც ისეთი წარმოდგენა აქვს რომ თურმე ქვეყანაში რეჟიმი გვაქვს აი ამ ბავშვებს ვთხოვდი და მოუწოდებდი რომ ნახონ როგორ არბევდა მიშა 26 მაისის და 7 ნოემბრის აქციებს და მე ნახონ როგორ დაარბია ივანიშვილმა და რა მიზეზით დაარბია 7 ნოემბრის და 26 მაისის აქციაც იყო მშვიდობიანი აქციები და სწორედ ეს მშვიდობიანი აქცია დაარბიეს და ადამიანები დასაჯეს და 7 ნოემბერსავლაბრის მეტრომდე დეს ადამიანებს ცემაცემით. რაც შეეხება 26 მაისის დარბევაც რა თქმა უნდა იყო მშვიდობიანი აქციის დარბევა და გარდა დარბევისა ამ აქციაზე ადამიანებიც მოკლეს და მერე მაღაზიების სახურავზე შემოდეს გვამები და აი ეს განსხვავებაა ნაცებსა და ქოცებს შორის და ისევ ამ ბავშვებს მივმართავდი რომ კიდევ ის განსხვავებაა ნაცებსა და ქოცებს შორის რომ თქვენც ძალიან გაგიმართლათ ახალგაზრდებო რომ დღეს ქართული ოცნების ხელისუფლება ამ ქვეყანაში და რომ არ არის ნაცების ხელისუფლება. თორე ბევრი თქვენგანიც უკვე იქნებოდა ციხეში, უკვე იქნებოდა ნაწამები და უკვე იქნებოდა, რა ვიცი, დაჩაგრული და გატეხილი და შეიძლება კასტილიანი კაცის მსხვერპლიც გამხდარიყო ბევრი თქვენგანი. ზუსტად ისე როგორც ნაცების დროს ხდებოდნენ. და აი ამ ბავშვებს რეჟიმი როგორიათ ქართული ოცნების ხელისუფლება, აი ესეთ შეკითხვას დაუსვავდი. ან თქვენი პირადად თქვენი მშობელი ან ნათესავი თუ გარდაცვლილა ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში საპატიმროში ან თქვენი მეგობრების მშობლები თუ გარდაცვლილან საპატიმროებში ან თუ უწამებიათ ან თუ თქვენი თანატოლები ქართული ოცნების ხელისუფლებას დაუხრეტია ქუჩა-ქუჩა. მე ასეთი რამე არ გამიგია და არ მსმენია. მაგრამ გეტყვით რომ სწორედ თქვენი ასაკის ადამიანები ნაციონალურმა მოძრაობამ 200-ზე მეტი დახვრიტა ქუჩა-ქუჩა და ჩემი ორი უახლოესი მეგობრის და ბავშვობის ძმაკაცის მამები მიშას რეჟიმის დროს გარდაიცვალნენ საპატიმროებში წამებით. ვერც ერთი მათგანი ვერ გამოვიდა ცოცხალი და ერთ-ერთი მაგალითად რომ გარდაიცვალა რომ მივიდნენ, რომ დაურეკეს და უთხრეს, მოდი თქვენი მიცვალებული წაიყვანეთო და რომ კითხეს თუ როგორ გარდაიცვალაო, ფეხბურთს თამაშობდა და ფეხბურთის თამაშის დროს გული გაუსყდაო. ეს პასუხი გასცეს ისეთ ადამიანზე, რომელიც 5 ნაბიჯს ვერ დგავდა გადაბმულად. ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა იმდენად სერიოზული და აი ესე ღადაობა დაუწყეს და დოკუმენტებიც მასე გააფორმეს, რომ თურმე კაცი რომელიც ფეხზე ვერ დგებოდა თურმე ფეხბურთს თამაშობდა და გული გაუსყდა. აი ეს განსხვავებაა და კიდევ ძალიან ბევრი განსხვავებაა და თუ თქვენ ეს მართლა ვინმეს გაინტერესებთ,
ძალიან მარტივად აღმოაჩენთ ამ განსხვავებებს თუ ჯერ კიდევ გაქვთ შანსი იმ თვალსაზრისით, რომ ბოლომდე არ გამოგირეცხათ ტვინი დედამოწმულმა ნოდარ მელაძემ, გიორგი თარგამაძემ, ინგა გრიგოლიამ და მსგავსმა არამზადებმა. ასე რომ ეს არის რისი თქმაც მინდოდა აი ამ განსხვავებას შორის და უადგილო და უაზრო მგონია იმ შეკითხვის დასმა თუ რა განსხვავებაა ნაცებსა და ქოცებს შორის. რა თქმა უნდა ძალიან დიდი განსხვავებაა და ეს განსხვავება არის როგორც ცადა დედამიწა აი ამ შეფარდების და ამ შედარების განსხვავება.